კომპანია RMG აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხენი განათლების მხარდაჭერას, წლების მანძილზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო გეოლოგიურ დარგში ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. დილიდან BMG-ის ოფისს კომპანია RMG-დან ესტუმრნენ და ახლა უკვე შეგვიძლია რომ სტუმრებთან ერთად გავაგრძელოთ თემაზე საუბარი. ჩვენთან ერთად არიან გიორგი ჩხეიძე, RMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში და ასევე გიორგი სულაპერიძე, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. ბატონ გიორგი, დავიწყოთ იმ სიახლეებით, რაც არის კომპანიაში ამ მიმართულებით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხედვა კომპანიისა ემთხვევა ამ პირიქით, როგორც გენებოთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში შედეგი, გაეროს მეოთხე მიზანს და ამ დაგვარს განათლების თემა სხვა პროგრამებთან და პროექტებთან ერთად RMG-ისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ამჟამად რასთან გვაქვს საქმე და რა არის ბოლო პერიოდის სიახლეები? მოგესალმებით პირველ რიგში, თქვენთვის და თქვენი მაყურებლისთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენი კომპანია 7 წელია ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობს განათლების სფეროსთან, კერძოდ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მაქსიმალურად ვცდილობთ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ისეთ დარგს, როგორც არის სამთო გეოლოგია და მასთან ახლოს მყოფი დარგები და წელევანდელი ინიციატივა არის რაღაცა სიახლე და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. წელს გადავწყვიტეთ მხარში დავუდგეთ იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც ფაკულტეტზე სამეცნიერო დარგში რჩებიან და აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას სამეცნიერო მიმართულებით. ჩვენი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ თქვა პირდაპირ ბენეფიტი ჩვენთვის ამ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ აქამდე ვცდილობდით, რომ ახალგაზრდები მოგვეზიდა დარგში და შემდეგ დაგვესაქმებინა ჩვენთან, რომ კომპანია განვითარებულიყო. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დარგის განვითარებისთვის ქვეყანაში და მხარდაჭერისთვის ისეთი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავის მომავალს უკავშირებენ მეცნიერებას, რა თქმა უნდა უკავშირებენ სამთო გეოლოგიას და მასთან ახლოს მდგომ მეცნიერებებს და ვფიქრობთ ეს ინიციატივა ერთწლიანი სტიპენდია გარკვეულ სტიმულს მისცემს უკვე მოქმედ მეცნიერებს და სამომავლოდ გააჩენს ინტერესს რომ მეცნიერები დაინტერესდნენ ახალგაზრდებს. მადლობა პასუხისთვის. გიორგი, თქვენთან მინდა გადმოვიდე კითხვით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვისაუბრეთ აი ამ RMG-ის განათლების მხარდაჭერის კომპონენტებზე, რომელიც რეალურად გასცდა როგორც მოსწავლეების, ისე სტუდენტების განათლების მხარდაჭერას და უკვე გადავიდა ახალგაზრდა მეცნიერების განათლების წახალისებაზე. თქვენ მოგვეღავით, რომელ უნივერსიტეტს უკვლევით ინსტიტუტს წარმოადგენთ და შემდეგ უკვე ჯილდოს იმ ბენეფიტებზეც გითხარით, რაც უკვე ამ პროგრამაში. გამარჯვების შემდეგ მოყვა. სწავლების სამივე საფეხური გავიარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტში, პროფესიით ვარ ინჟინერ-გეოდეზისტი. ბაკალავრიატის მეორე კურსიდან მუშაობ უკვე ამავე დეპარტამენტში, დავიწყე ლაბორანტის პოზიციიდან, შემდეგ ვიყავი მასწავლებელი, ასე შემდეგ და დღეს ვარ უკვე ასისტენტ პროფესორი, უკვე 2021 წლის მეოთხე წელიწადია და აქტიურად ვარ ჩართული უნივერსიტეტის საქმეებში, გარდა იმისა, რომ ლექციებს ვკითხულობ, პროფესიული კუთხითაც ვცდილობ კიდევ უფრო გავაღრმავო ჩემი ცოდნა და დაინტერესებული ვარ საინჟინრო და საყრდენი გეოდეზიური ქსელების და ასევე სამონიტორინგო გეოდეზიური ქსელებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაღლევი და პრეციზიული ნაგებობების დეფორმაციების კონტროლისათვის. როგორც გითხარით, უნივერსიტეტში მუშაობ და აქედან გამომდინარე ამ პროგრამაზე რო გავიგე, ჩვენმა დეკანმა წარმოადგინა, რადგან აქტიურად ვარ ჩართული. თან წახალისება ზოგადად ნებისმიერ ადამიანისთვის კარგია, გაორმაგებული მოტივაციით აკეთებს აყვარელ საქმეს და მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის, რომელიც რაღაც თავისი წვლილი აქვს კონკრეტულ პროფესიაში, კიდევ უფრო მეტად როგორც თქვა, მეტად სახალისოც არის და მეტად მოტივირებული ვარ, რომ კიდევ უფრო გულმოდგინედ ვაკეთებ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენი მონაწილეობა შემდგომ უკვე გამარჯვება და გამორჩევა ამ პროგრამაში
თქვენ უკავშირებთ თქვენ თავს მომავალშიც სრულად მეცნიერებას, თქვენ ახლა მოყევით აქამდე, რასაც აკეთებდით და აქამდე როგორ მოხვედით. რაში გამოიყენებთ ამ სტიპენდიას, რომელიც დაწესდა RMG-ის მიერ და თქვენ მომავალს როგორ ხედავთ უკვე თუნდაც 1 წლის ან რაღაცა დროის თავზე. 4 წელიწადი ასისტენტ პროფესორობა უკვე შემდეგი ნაბიჯია გადასადგმელი. დიახ, რა თქმა უნდა. ეს ჩემი აზრია. ჩემი აზრით. კარგია, ვიზიარებთ. დიდი სურვილი მაქვს რომ ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, ასე რომ ვთქვათ, სანამ შემეძლება. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ნებისმიერ ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული და არ შემიძლია არ ვახსენო რომ ჩემი გეოგრაფიის მასალების დამსახურება არის რომ გავიგე გეოდეზიის შესახებ ზოგადად რა იყო. ვინ არის სახელი და გვარიც არ უნდა თქვა? მარიამ სანიკიძე. ეგრე რა. ქუთაისიდან 33 სკოლაში ასწავლე. ოზე კაი ხალხი ქუთაისიდან. რა თქმა უნდა. და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო როგორც ახსენე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო განვითარდება და მეტი დაინტერესება იქნება მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ასევე კარგი არის კიდევ თანამედროვე ინსტრუმენტებთან ინტეგრაცია რო ხდება სტუდენტების მე პირადად ერთ-ერთ საგანს მაგას ვასწავლი მესამე კურსიდან უკვე თანამედროვე ინსტრუმენტებთან გვაქვს შეხება და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ სფეროს განვითარებისთვის. რია, წარმატებები და იმედი კარგად გამოიყენებთ ამას ყველაფერს, რაც RMG-მ და კი ბატონო და ქალბატონი მარიამიც იამაყებს. თქვენ. ბატონ გიორგი, თქვენ ახსენეთ ჩვენ წინა ეთერებით და ეს ახალი თემაც, რაც RMG-მ წელს. უკვე შექმნა ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა გააქტიურება ინტერესისა ტექნიკური საგნების მიმართ და ამდაგვარი რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით. როგორ გამოარჩია RMG-მ ეს მიმართულება, რატომ როგორ გადაწყვიტეთ რომ შეგეკრათ ეს ახალგაზრდა მეცნიერთა სასტიპენდიო პროგრამა და კონკრეტულად რა მიმართულებებია მან შერჩეული და ბოდიში რომ მოგაყარეთ კითხვები და ბოლოს რამდენად მდგრადი იქნება სამომავლოდაც რა დატესტეთ წლევანდელი ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაგრძელდება ეს სამომავლო თუ რა გეგმები გაქვთ? ბევრი კითხვები იყო. მოკლედ დავიწყებ იქიდან რომ ბევრი პროექტი რომელიც RMG-მ დაიწყო განმანათლებლო მიმართულებით თითქმის ყველა პროექტი გრძელდება და მას აქვს პერმანენტული ხასიათი. წელს მაგალითად გვექნება კიდევ ერთხელ უკვე მე-7 სასტიპენდიო პროგრამა, გვეყოლება ახალი სტიპენდიანტები, რომლებიც ერთწლიან სტუდენტებზე საუბარი ერთწლიან სტიპენდიას მიიღებენ. ასევე წელს გავხსენით ახალი ლაბორატორია ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეს კიდევ 3D მოდელირების ლაბორატორია, რაც ძალიან საინტერესოა და უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების სრულად არის ჩართული სამთო გეოლოგიურ საქმეში და ზოგადად ყველა პროექტი, რომელიც დავიწყეთ განმანათლებლო მიმართულებით, ყველა პროექტი გრძელდება. შეიძლება უშუალოდ ამ პროექტს ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს მდგრადი და უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს იყოს ერთჯერადი, ანუ რა თქმა უნდა ერთჯერადი мотиваცია კარგია, თუმცა ჩვენი მიზანი არის რომ მეტი ახალგაზრდა მივიწვიოთ და მოვიზიდოთ მეცნიერებაში ადამიანები, რომლებიც გიორგის მსგავსად თავის საქმეზე და იქნებიან შეყვარებულები და ამ სფეროში დარჩებიან. რაც შეეხება შერჩევას ამ ადამიანებისა, ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ეს იყო ყველა იმ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც კი დღეს საქართველოში მოღვაწეობს სამთო და გეოლოგიურ დარგში. ეს არის გეოლოგიის ინსტიტუტი, სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტები. ჩვენ შევთავაზეთ მათ, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა შერჩევის პროცესში, ჩვენ უბრალოდ შევთავაზეთ რომ ფორმატი, ხო, წარმოედგინათ ორი ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელი, რომელიც უნდა რომელსაც თავად შეარჩევდნენ. ხო, ორი კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა და მეცნიერ თანამშრომელი, მეტი სხვა კრიტერიუმი არ ჰქონდა და მათ თვითონ წარმოგვიდგინეს კანდიდატები და ჩვენ გადავეცით მათ ყოველთვიური სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.
ასევე ამ ღონისძიებაზე ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი კარგი იყო, რომ დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი აკადემიკოსი ბატონი დავით შენგელია, რომელიც დაახლოებით 70 წელია უკვე დარგში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ღვაწლმოსილი ადამიანია. მას გადავეცით მადლობის სიგელი და რაღაც ერთჯერადი ჯილდო და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მოიტანს თავის შედეგებს რამდენიმე წლის მანძილზე. წარმატებები. ეს პროცესი რომ გაგრძელდება, ამას ჩვენს საქმიან მაყურებლებსაც პერიოდულად მოუყვებით ხოლმე ჩვენი ვიდეო ისტორიებიდან, რომელიც მომზადდება იმ სტიპენდიენტებზე, რომლებიც RMG-ის მხრიდან ესეთ პროექტში ჩაერთვნენ. მადლობა სტუმრობისათვის, მადლობა. წარმატებები. გიორგი ჩხაიძე, RMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში და ასევე გიორგი სულოპერიძე, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი იყვნენ ჩვენთან ერთად. მადლობა საინტერესო საუბრისათვის ჩვენ სტუმრებს.